დილამშვიდობისა, ამ დრომდე თებერვალი საკმაოდ თბილი იყო, მაღალი ტემპერატურები გვქონდა გარკვეული დღეების განმავლობაში, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა ეს კვირა უფრო ზამთარი იქნება, ვიდრე როგორც აქამდე გაზაფხული. ანუ ამ კვირის განმავლობაში ამინდი უკვე გაუარესდება, ნალექიან დღეებს უნდა ველოდოთ, როგორც თოვლის, ასევე წვიმის სახით და ასევე ტემპერატურაც დაიკლებს, ასე რომ თებერვალი შეგვახსენებს, რომ ჯერ ისევ ზამთარია და ზამთრის ბოლო კვირა საკმაოდ სუსხიანი და ცივი გვექნება. დეტალებზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მასპინძელთან ერთად. ხათუნა ქოქოსაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. ქალბატონ ხათუნა, მოკლედ თქვით უკვე, რომ ამ კვირის განმავლობაში ტემპერატურაც დაიწევს, წვიმაც გვექნება, თოვლიც გვექნება. მოდით დავიწყოთ უფრო დეტალურად დასავლეთ საქართველოდან. როგორი ამინდი გვექნება იქ ზღვის სანაპიროდან რომ გამოვყვეთ? დიახ, მოგესალმებით. დღეს ეხლა წვიმს იქ ნალექიანი ამინდი არის, თუმცა დღის ბოლოსთვის უკვე შეწყდება ნალექი და ხვალ უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ხვალაც ზეგაც, ანუ 24-ში, 25-ში და 25-ში რომ მოსაღამოვდება გვიან საღამოდან დაიწყება დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში უკვე ნალექიანი ამინდი, დაბლობში წვიმა, მთაში, მაღალ მთაში, თუმცა მთაში ჯერ თოვლ-ჭყაპით და მერე თოვლში გადავა, მაღალ მთაში თოვლი იქნება და ასეთი ნალექიანი ამინდი გაგრძელდება კვირის ბოლომდე, მაგრამ 28-ში ცოტა შესუსტება ინტენსივობა და ზოგან საერთოდ შეწყდება ნალექი და ასეთივე იქნება 1 მარტიც. პირველშიც ზოგან იქნება ნალექი, მაგრამ უმეტეს რაიონში მაინც უფრო უნალექო ამინდი იქნება. აი ტემპერატურაც დაიწევს, ხო ტემპერატურაც რო ვთქვათ, რამდენი იქნება, როგორც დღის, ასევე ღამის ტემპერატურა? დიახ, ტემპერატურა ეხლა კვირის დასაწყისში ცოტა მაღალი იქნება 25-ში დაახლოებით 17-18 გრადუსამდე, თუმცა მერე ნელ-ნელა დაიწყებს ტემპერატურა კლებას 26-ში 10-12 გრადუსამდე და მერე მომდევნო დღეებში 5-6-7 გრადუსამდე იქნება დაბლობში, დიახ. მთაში რა თქმა უნდა უფრო დაბალი ტემპერატურა იქნება 0-დან პლუს 2-3 გრადუსამდე. ღამის ტემპერატურას რაც შეეხება, დაბლობში ყინვა არ იქნება, მაგრამ როდესაც ამინდის გაუარესებას ველოდებით, იმ პერიოდში დაბალი იქნება ტემპერატურა დაახლოებით 3-4 გრადუსის ფარგლებში. აღმოსავლეთშიც რომ გადმოვინაცვლოთ, აქაც ნალექიანი დღეები გველოდება, ანუ დასავლეთში 25 საღამოდან იწყება უფრო ესე ინტენსიური ნალექი. აი აღმოსავლეთში როდიდან უნდა ველოდოთ? დიახ, აღმოსავლეთში 26-ში დღისით ზოგიერთ რაიონში იქნება და დღის ბოლოსკენ უკვე უმეტეს რაიონში, ზოგან გულისხმობ შიდა ქართლში და მაღალმთიან რაიონებში, როგორც სამხრეთში, ისე ჩრდილომთიან რაიონებში. და 26-ში საღამოდან და 27-ის ჩათვლით უმეტეს რაიონში იქნება ნალექი უმეტესად თოვლის სახით. ბარშიც თოვს უნდა ველოდოთ? აი შიდა ქართლში კი ბატონო წვიმით დაიწყება, მაგრამ მალევე თოვლში გადავა. აქეთ ქვემო ქართლშიც და მათ შორის თბილისში ქალაქში წვიმა იქნება, მაგრამ აი გარეუბნებში შესაძლებელია რომ თოვლ-ჭყაპი იყოს. აი კახეთში იქ უფრო მაინც მშრალი ამინდები გვაქვს ხოლმე უფრო. დიახ, იქაც ზოგან თოვლ-ჭყაპი იქნება 27-ში და 28-ში უკვე უნალექო ამინდი იქნება აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში და 1 მარტსაც უნალექო ამინდი იქნება. ტემპერატურაც კვირის ბოლოს შაბათ-კვირას ცოტათი მოიმატებს. რამდენი იქნება აღმოსავლეთში?
დიახ, აღმოსავლეთ საქართველოში ამ კვირის დასაწყისში იქნება 10-11 გრადუსამდე და 27-დან უკვე მკვეთრად დაიკლებს ტემპერატურა და 3-4 გრადუსის ფარგლებში იქნება. და ქარიანი დღეები თუ გვექნება აი ამ მიმდინარე კვირის განმავლობაში ქარსაც თუ უნდა ველოდოთ? დასავლეთ საქართველოში 25-ში იქნება ქარი ასე 17 მეტრ წამამდე და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში 27-ში, 28-შიც, პირველშიც 18-20 მეტრ წამამდე იქნება. ანუ აღმოსავლეთში აი ამ 3 დღის განმავლობაში ყოველ მთლიან აღმოსავლეთ საქართველოში თუ აი შიდა ქართლი უფრო ქარიანია ხოლმე ხშირად ვამბობთ და შიდა ქართლს ეხება თუ მთლიანად აღმოსავლეთს? დიახ, უმეტესად შიდა ქართლი სწორედ აღნიშნეთ, შიდა ქართლი უფრო ქარიანი არის და გორის ურამის მონაკვეთზე იქნება უფრო ძლიერი ქარი, თუმცა აქ თბილისშიც გვექნება 17-18 მეტრ წამამდე ქარი. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ხათუნა ქოქოსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მოკლედ როგორც უკვე თქვით და კიდევ ერთხელ მოკლედ რომ შემაჯამოთ მიმდინარე კვირას განსაკუთრებით მაინც უნდა მოვემზადოთ იმისთვის რომ უფრო ცივი, ნალექიანი და ქარიანი დღეები გვექნება. დაგემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს, წარმატებულ კვირას გისურვებთ.